მოგესალმებით ყველას. თოფურია გეიჯისთან დაკავშირებით მეც მინდა საკუთარი აზრი გაგიზიაროთ. უბრალოდ თოფურიას წაგების მიზეზებთან დაკავშირებით მინდა მეც ვისაუბრო. საზოგადოების აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ესე იგი, უფრო მეტწილად ამ საქმეში მეტად ავტორიტეტული ადამიანები, ან მოქმედი სპორტსმენები, ან სპორტული მიმოხილველები, ან ერთ სიტყვით, ამ სფეროში ერთ შეხედვით ჩვენზე მეტად ჩახედული ადამიანები არა მხოლოდ მიიჩნევენ, არამედ დაჟინებით ამტკიცებენ, რომ იქ არანაირი სხვა არაფერი არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი, რა ქვია, რიგითი ივენთი, რომელშიც მოიგო აუთსაიდერმა. კი, ყველა სპორტის სახეობაში ხდება მასე, ზოგჯერ სუსტი იმარჯვებს და რა ვიცი, ზოგჯერ ძალიან სუსტი იმარჯვებს და ზოგჯერ ისეთი აუთსაიდერი იმარჯვებს, რომ აი საერთოდ რომ ერთი შეხედვით შანსი არ აქვს და ამ შემთხვევაშიც დაახლოებით აი ესე იყო რა. ილიას და გეიჯის შორის კლასში სხვაობა იყო, აი როგორც მარტივად ვიტყვი და ცა დედამიწა. თვითონ ილიაცვე აღნიშნავდა თავიდან, რომ ასევე მეორე რაუნდშიც ეტყობოდა ილიას მოქმედებაზე, რომ თვითონაც ძალიან დიდ აუთსაიდერად აღიქვავდა გეიჯის. და აქაც, პრინციპი შეიძლება იმის თქმა, რომ ილიამას დაუშვი შესწავი, მაგრამ ამ სპორტულ მხარეს მოგვიანებით დაუბრუნდეთ რა და გადავიდეთ იმ ვერსიებზე, რომლებიც გავრცელდა. ეხლა კონკრეტულ ვერსიებს ჯერჯერობით ესეც რო გვერდით გადავდოთ, ცოტა კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და აღვიქვათ საერთოდ მთლიანად ამ ივენთის მნიშვნელობა. ეს ხო არ იყო რიგითი ივენთი. რიგითი ივენთზეც რო წაეგო თოფურიას გეიჯისთან, ასე მაინც ძალიან გაკურებულები დავრჩებოდით ყველა და მაინც დავიწყებდით ამ რაღაც ვერსიების ძებნას, არასპორტული ვერსიების ძებნას. თუმცა ამ მოცემულობაში ეხლა გვაქვს წარმოიდგინეთ რამხელა სიმბოლური დატვირთვა. როგორც ეხლა გადავამოწმე, აქამდე არ ვიცოდი და კიდევ ერთხელ გადავამოწმე. ამერიკის არმიის შექმნის დღე არის 14 ივნისი, აი წარმოიდგინეთ ეხლა რამხელა მნიშვნელობის დღე არის, ხო? ამერიკის არმია, ამერიკა სულ მაგას რა ქვია, პროპაგანდირებს, რომ არის უძლეველი არმია, პრინციპში მასაც არის სოფლიოში დღეის გამორებით ყველაზე ძლიერი არმია ყავს და ამ დღესთან დაკავშირებით და რა ქვია, დაორგანიზებული ივენთი და მასში თავარ ჩხუბში მონაწილე ჯასტინ გეიჯი, წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას. აი სიმბოლური თვალსაზრისით რა, აი წარმოიდგინეთ, ტრამპის პიროვნებასაც რო არ შევეხოთ საერთოდ, მაგის კანდიდატების მანიებს და კიდე მაგაზეც ვიტყვი. რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა. კიდევ ყოფილა ამერიკის დროშის შექმნის დღე. მოკლედ, აი უზარმაზარი მნიშვნელობის დღე არის და თან რაღაცა ფიგურული სრიალი ხო არ არის, ბრძოლა, ხო, ორთაბრძოლა ამერიკელი ებრძვის რომელიღაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, ხო? მათი გადმოსახედიდან და წარმოიდგინეთ როგორი ცუდი სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა. ეხლა იქ მთავარ ივენტის, რა ქვია, მთავარ დასკვნით დაპირისპირებაში ეს ამერიკელი მებრძოლი რომ გათხრაშულიყო ამ ამერიკის არმიის დაბადების დღის ბოლოს რა, აი როგორი ცუდი სანახაობა იქნებოდა ამერიკელებისთვის რა და საერთოდ ის მესიჯი ეხა რაც რა ქვია, ამ ივენთთან იყო დაგეგმილი, აი მოკლედ რა ხო ხვდებით რას ვწავობ რა. ხო და ახლა გადავიდეთ კიდე ტრამპზე. თვითონ ტრამპი უკვე რა იმებზე აღარ დავიწყებ საუბარს იქ რაღაცა მაგასაც დაუნტკიცებელი ვერსიები რომ უჟღერდება ის ეპშტეინი და 1000 უბედურებაში რო გარეული, ეგ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ მაგის გარეშე რაც ზუსტად ვიცით და რაც უკვე დამტკიცებულია, ტიპს აქვს კანდიდატების მანია. ჯერ რამეზე ისეთ საერთაშორისო რაღაც გეოპოლიტიკურ საკითხებზე რომ საუბრობს, ყველაფერში იმდენჯერ იყენებს მეს, ანუ მე გავაკეთე, მე ირანი დავბომბე, მე იმას თავში წამოვარტყი, მე ომი გავაჩერე, მე ისქენი, ეხლა მე ანუ ამდენჯერ როცა ადამიანი მეს იყენებს და ამ დროს თავისი მეს რეალური დამსახურება რო არის მინიმალური,
თუნდაც ეს ირანის დაბომბვა ნებისმიერი მოვლენა ეხა რაზეც ეგ მეს იყენებს ხო ეგ არის ამერიკის ძლიერების დამსახურება და არა ტრამპის აშენებული არ არის ამერიკა ხო პირიქით ყველაზე ერთ-ერთი სამარცხინო პრეზიდენტად მიიჩნევა და ალბათ ბუში უმცროსის მერე ეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინტელექტის მქონე პრეზიდენტად ეგ მიიჩნევა და თუმცა ეხა დემოკრატიას აწვევიან და მომენტალურად ეხა რომ შეხედავენ რომ შეცდომა დაუშვეს არჩევანში ეხა მომენტალურ პანიკებში არ ვარდებიან ხოლმე და ერთვადაც მაინც ასწიან ხოლმე რა და ამ შემთხვევაში ეხა არ ვიცი როგორ მოახერხა ნუ ალბათ ისეთი მასკის დაფინანსება მოკლედ ძალიან პოლიტიკაში ვერ გადავიჭირა ტიპი არის ჩვეულებრივი იდიოტი რა და ეხა ზოგს კიდე დაუჯერებლად მიაჩნია რომ ამხელა სოფლიოში პირველი ქვეყნის პრეზიდენტად როგორ შეიძლება მოხდეს ესეთი იდიოტი და ესეთი კანდიდატების მანიის მქონე და რა ვიცი ავადმყოფია ტიპი რა ეს ჩვეულებრივი ავადმყოფი არ ჭირდება მაგას დიდი რაღაც ექსპერტობა რომ მაგის რამოდენიმე წინადადებაში ეგრევე იკითხება რომ სერიოზული განიდების მანია ჭირს ტიპს რა ხო და ეს განიდების მანია ძირითადად ჭირთ უფრო ის არასრულფასოვან ტიპებს რა და მოკლედ როგორ თქვა რა ხო მოკლედ არასრულფასოვან ტიპებს ჭირთ რა და უინტელექტუალ არასრულფასოვან ტიპებს რა ანუ ინტელექტუალ რაღაც სხვა კუთხით რაღაცა რომ გაკლია რა ცხოვრებაში რა ფული და ის ახლა არ აკლდა მაგრამ ჩავარდნებიც ჰქონდა ერთ სიტყვით ტიპი არის ხუშტურა რა და ეს მოინდომა ამხელა ივენთის მოსწონს ეს UFC და ამხელა ივენთის პირდაპირ ეს მეფის კარზე ჩატარება მოითხოვა რა ამ სპორტის გულშემატკივარი ერთობა რა ეხა მოსწონს რა იქ ეთყობა არ ვიცი ეს სპორტის სახეობა სხვა სპორტის გულშემატკივრობაში დიდად არ შეიმჩნევა თორე ხა ფეხბურთი რომ მოსწონდეს ალბათ არ ვიცი შეასრულებდა თუ არა მაგრამ დასვავდა იმ საკითხს რომ აი თეთრი სახლის ეზოში ამიშენეთ ერთ დიდი სტადიონი ერთი დიდი აივანი გამიკეთე და წამოწევიდა მთელ სოფლიოს ჩემპიონატს ესე ბალკონზე აივანზე არ ბალკონიდან წამოწევილი ესე მინდა რომ უყურო რა და ალბათ თუ არ შეასრულებდა ყოველ შემთხვევაში ასეთი იდეა მაინც გაუჩნდებოდა რა ფეხბურთი რომ ევასებოდეს რა და აი ესე ტიპია მოკლედ რა და აი ეხა ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენ როგორ მიგაჩნიათ რომ დანასთან რომელთანაც მაკაცობს და დანა რომელიც აი თავიდან ბოლომდე ფულისტი ტიპია რა აი ვაფშე ნებისმიერ მაგისთვის არ თვითონვე ამბობს რომ ეს არის ბიზნესიო ანუ აქ სპორტული ის დაივიწყეთო ბოლო წელს ეხა სახელმწიფოები დამავიწყდა რა ანუ რაში მაინტერესებს რა ძალიან ბევრი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი წაუგებელი სპორტსმენი გაყარა ორგანიზაციიდან. აი წაუგებელი სპორტსმენი. არ აინტერესებს ტიპს რა, თვითონვე ამბობს, პირდაპირ ღიათაც ამბობს, რომ ჩემთვის არის მთავარი შემოსავალიო, რომელი ბრძოლა რამდენად გაიყიდება და მაგაში პრინციპში ვერც გაამტყუნებ რა, იმიტომ რომ ამბობს ტიპი რა, ხო არ გვატყუებს რომ ამბობს ტიპი, რომ აი შემოსავალია მთავარი რა და ხო და ეხა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ერთიანად ხო რას ვლაპარაკობ ხო ვაანალიზებთ ხო ჩემთან ერთად ხო აანალიზებთ თქვენც და დარწმუნებული ვარ ბევრი ისეთიც ხართ ვისაც გაანალიზებული გაქვთ და იგივე აზრზე ხართ ახლა რასაც მე ვამბობ რა ბევრი ალბათ არ დამეთანხმებით მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ბევრი ფიქრობთ ისე როგორც მე ხო და ეხლა წარმოიდგინეთ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ტრამპი აი არ იკითხავდა სულ მცირე დანასთან რომ აი როგორ შეიძლება გეიჯიმ დაამარცხოს ილია. ეხლა ისე კი არა რომ იქ რაღაცა იმაში როა გლადიატორში როა იქ წინა ღამეს რომ იმას რომ გაუყრიან მაქსიმუს ეხლა რაღაცა მოწამლა და ის არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ხა რა დონეზე აქვს ფრთები გაშლილი სპეცსამსახურებზე და მოკლედ მსგავსი ბინზურეებზე ტრამპს ხელი ეგ არ ვიცი მაგრამ მინიმუმ ეხა დოპინგი ხო აი რამდენი პრეპარატები არსებობს ხო აი ძველების ახლების შეიძლება კიდევ უფრო ახლები ისეთები იყოს რომლებიც დღევანდელი ტესტებით არ ჩანს ანუ ესეთები შეიძლება არსებობს მაგასაც გამორიცხავთ თუ ყველაზე ძლიერი ქვეყნის ხუშტურა პრეზიდენტმა მოინდომა რომ მაგალითად ამ ივენთის მთავარ იმაზე რა ქვია ბრძოლაზე მოიგოს ამერიკელმა მოინდომდა კიდევაც და არც რომს არ ყოფილიყო ისეთი ტრამპის რა ქვია ტიპის ადამიანი პრეზიდენტად თუ კი დაიგეგმებოდა თეთრ სახლში ესეთი ივენთი ამ დღეებთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველას ენდომებოდა ანუ ნებისმიერისთვის მაღალი მნიშვნელობა ქონდა მოკლედ რა გეიჯის გამარჯვებას რა და მით უმეტეს ხა ტრამპის შემთხვევაში რომელიც დანასთან ჩვეულებრივად ძმაკაცობს რა ის ძმაკაცები არიან ეგეც ხო ჩანს ხო
ხო და როგორ ფიქრობთ არ დაისმეოდა ეგ საკითხი რომ აი მოდი რა გავაკეთოთ ისე რომ ილია დამარცხდეს ამ თავარ ბრძოლაში რა ნუ კაი ის რა ქვია ვერაფერს რა იჩხობა იმ შონომალი ხო შონომალი კიდე არა უშავს მაგრამ გეიჯი თან ისე ტიპაჟია რა ამერიკული ის არის რა რაღაც ისეთ სახე აქვს რა ამერიკული ტიპაჟია მოკლედ რა და ეგაც კიდე დამატებით იმას მნიშვნელობას მატებს რა მოკლედ რა და ერთი სიტყვით ბევრი გულშემატკივარი ყავს თან პირველ რიგში ამერიკაში და მერე კიდე სხვა ქვეყნებშიც რა და მოკლედ ყველაფერს ვიცი რომ ზუსტად დარწმუნებული ვარ რა რომ რაღაც გზები გამოიძებნებოდა მე ხა იმას ვერ ვიტყვი ხო აი რანაირად უნდა ვამტკიცო რომ გინდა თუ არა ეს პრეპარატი ქონა გაკეთებული ან რაღაცა ხელებში აგურები ელაგა ესენი არ ვიცი რა ხა როგორ ირწმუნება ის ვიღაცა რომ ან ისეთი სხვა ახალი ქიმიური სითხეები არ არსებობს რომელიც ამაგრებს ამ ხელთათმას ოფთან ქვია იმაში რა ქვია სინთეზში და ან კიდე რა ვიცი რა მოკლედ ჩვენ ხო არ ვიცით ხო ზუსტ ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ რომ არც იქ ვიყავით და არც იმის მოლაპარაკება გვინახავს რომელიც მოილაპარაკა სიტყვაზე ტრამპმა და დანამ ხო ეგ ხო არ ვიცით ხო რანაირად გოცვენება ხო მაგრამ მინიმუმ ის მაინც ხო ვიცით რომ ტრამპი და დანა უბრალოდ ტრამპი შესთავაზებდა დანას რომ აი მოდი ესე და ესე იმას ვქნათ რა დანა შეიძლება ეთქვა მაგალითად მაქსიმუმ რომ იცი რა მე როგორც ჩემი სპორტული ორგანიზაციის შორეული პერსპექტივების ან თუნდაც ახლო პერსპექტივების კუთხით მე ილიას დამარცხება არ მაწყობს ანუ ილია არის ჩემი ორგანიზაციის მინიმუმ მთავარი თუ არა ერთ-ერთი ვარსკვლავი ფერეირასთან ერთად. აი კიდე ვინ არის ხა მაგაზე მკვეთრი სახე არავინ არ არის. ფერეირა და ილია. ალბათ ილია უკვე ამ ჩხუბის მერე საერთო თავარი სახე ხდებოდა რა და ჩემი აზრით უკვე იყო კიდევაც რა და დანას სუფთა ფინანსურ კომერციული კუთხით ხო? წესით არ იყო ილიას წაგება, მაგას ახლა კიდია გეიჯი მოიგებდა თუ თავის შვილს რო იჭხობა ილიასთან, მაინც ეკიდებოდა რომელიც უფრო მეტ ფულს მოუტანდა იმას უგულშემატკივრებდა. ან საერთოდ გულშემატკივრება შუაში, ანუ პირდაპირ ფულში აკონვერტირებს ყველაფერს რა და მაგას არც მალავს კიდევ ერთხელ ვამბობ რა და ალბათ მაგაზე წავიდოდა ვაჭრობა და იტყოდა რა, ეტყოდა ტრამპს რა ეს თანხა და მოდი ამად ამ გზებით შეგვიძლია გეიჯის მოგება მაქსიმალურად გავზარდოთ რა მოგების შანსები რა. არ იყო ახლა ისეთი უტყუარი და 100%-იანი ის არ არსებობდა რა რეცეპტი ილიას დამარცხების, მაგრამ ეხლა ისიც ავიღოთ რომ გეიჯი რა ვიცი იქნებს რა მუშტებს რა თვითონ ილიას ამბობდა რომ ძალიან არაპროგნოზირებადი არაკლასიკური მებრძოლიაო და საიდან მოფრინავსო მუშტებიო ვერ გაიგებო რა ანუ ეგ თქვა ილიამ რა ხო და ამას ახლა გამძლეობა რო დავუმატოთ და ის არ ვიცი ხელებში სიმძიმეები არ ვიცი ვერ გეტყვით რა მე ყველაზე რეალური ვერსიად მიმაჩნია კი არა და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ალბათ მაგას გააკეთებდნენ რა მაგ დოპინგის ამბავს რა დოპინგი ისე ქვია ზოგადად თორე 1000 პრეპარატებია ხო ხო და რაღაც პრეპარატს ალბათ გამოიყენებდნენ რა ძალიან გონია მოკლედ ეგ ვერსია და ხელის დამძიმებაზე არ ვიცი ხო ეხა ეგ უკვე სპორტულმა მე უფრო ეგ ჩხუბი რომ დამთავრდა მეორე დღეს ვიყავი სპორტული მიმოხილველების იმედად რომ ვიღაცა გამოვიდოდა და იტყოდა რომ ეი ჯები ხო ის ვიღაცა 150 კილოიანი კლასიკური ბოქსიორები რო არიან რა იმათ არ აქვს ეგეთი მძიმე ჯები მე მგონი რა და ამას ქონდა არ ვიცი შუაზე აპობდა ყოველ ჯებზე რა და ესეთი მძიმე ჯები რატო ქონდა ეგეც ეჭვს იწვევს მაგრამ ეხა აქ ცოტა ვითამდავლებ იმიტომ რომ არ ვარ ეხა ამ სპორტში ისე ძალიან ჩახედული რომ დარწმუნები თქვა რომ აი ჯები რახან ასეთი მძიმე ჯები ქონდა გარანტირებულად რაღაცა წონა ქონდა ხელში დამატებული რა და არ ვიცი ზუსტად ვერ ვიტყვი რა და ამაზე მოკლედ ველოდი მე მოლოდინი მქონდა მეორე დღეს რომ აი ვიღაცა ისეთი საქმეს ჩახედული ხალხი მეორე დღეს გამოვიდოდა და ახსნიდა ამ მიზეზებს რატო წააგო ილიამ რა ხო და მეც ველოდი ძალიან რომ ამ დოპინგზე აქტიურად იქნებოდა საუბარი და ამ ხელის დამძიმებაზეც ყოველ შემთხვევაში აგვიხსნიდნენ რა ჯერ ერთი ხა იმდენის არ იცით რომ რაღაცა 2-3 ტერმინი გისწავლიათ აქ რაღაცა ჰამერ ჰენდიო ისა და
რაღაც უკვე ძალიან გვეპროფესორები და არ არის ხა რა, მაგდენიც არ იცით რომ ესე ვიღაცამ სიტყვაზე მე რომ არასწორი ვერსია გავარცელო, რიგითმა გულშემატკივარ, მან გავაჟღერო, გავაჟღერო. არ უნდა გამოხვიდეთ ეს და აუ ეს შეთქმულების თეორიების ესე დამცინავი ტონით არ აქვს უფლება საუბრის, არავის და ჩვენ ხო ვიღაცას ხო არ იმაშებით, ხო? ერთადერთი რომელ ვერსიასაც არ ვემხრობი, ეს არის გაყიდვის ვერსია, ხო? ეს არის შეურაცხყოფელი ვერსია და ვინმეს ეს ვერსიას თუ აქვს დაშვებული, თავისთვის უნდა შეინახოს, იმიტომ რომ შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს რა, მაგით და ეგ ვერსია უნდა გამოირიცხოს რა, კაკმინიმუმ გაჟღერების დონეზე მაინც რა და დანარჩენი ახლა ვინმე თუ ეს გულანთებული გულშემატკივარი რომელიც გამოდის და ყველაფერს უშვებს გარდა იმისა, გარდა ილიას რეალური წაგებისა რა, იმიტომ რომ მართლა იმასთან პიმბლეთან რო იჩხუბა გეიჯიმ ილია მაგნიშნა კიდებას, რომ ბარში რო ვიღაცა მთვრალი ტიპები რო იჩხუბებენ, აი ეგრე იქნებოდნენ მუშტებსო რა და იმიტომ გამოვიდა კიდე ამ ეს თამათ, ხა ცოტა სპორტული მაზეც გადავალ რა, ხა რა არ პროფესორობს სპორტში, მაგრამ ხა რაც მცირე დროში რაც დამიგროვდა, იმასაც გაგიზიარებ ჩემას რა და შეიძლება ვწდებოდი, შეიძლება არა. ხო, და ხა ილია სპორტულ იმას რაც შეეხება, ხა მაგასაც ვიტყვი რა. ილია რომ ასეთ მოკლე დროში და ასეთი მცირე რაოდენობის ბრძოლების შემდეგ ასეთ მოკლე დროში რო გახდა ესეთი ვარსკვლავი, ეს არ მომხდარა შემთხვევით, ანუ გარდა იმისა, რომ ეს ბრძოლის უნარები და ის მაღალ დონეზე აქვს, ძალიან ზუსტად იცოდა ილია ნაბიჯ როგორ გამხდარიყო ვარსკვლავი ასეთი მოკლე დროში რა და თუმცა ეს მოხდა ისეთი რისკის ფასად, მან ბეწვის ხიზე იარა ეხა ესეთ მოკლე დროში რო გახდა ვარსკვლავი და ესეთი ბრუტალური ნოკაუტებით რო იმაშვებოდა რა ქვია, იმარჯვებდა, ეს ხდებოდა რისკის ფასად. მაგასაც შეეძლო ესე მაქსიმალურად პრაგმატული ჩხუბებით იმას რა ქვია, ეხაც გეიჯის დოპინგიც გადაეხია თავზე და მაინც გაემარჯვა რა, მაგრამ ეგრევე წავიდა წინ და ვერც იმას ვიტყვით რომ შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ღვიძლი გამოუღო რა და ნებისმიერ 100-დან ალბათ 99 მებრძოლი, ალბათ 100-დან 100-ვეც გეიჯიც ლოგიკურად უნდა ვეღარ ამდგარიყო რა მაგ ბრძოლაში ფეხზე რა, ისეთი დარწყვევი მიიღო რა და მაგიტო კიდე 2 მაგათ და 10 მაგათ არის ხალხი გაკურვებული, რომ აი ესეთი დაზიანებების შემდეგ ადგა და კიდე 4 რაუნდი პატარა ბიჭივით, ახალგაზრდა 22 წლის ბიჭივით საერთოდ აღლა არ ეტყობოდა რა, ეგეც ხო კითხვის ნიშანია რა და ახლა ილია კი ბევრი ენერგია გამოაფქვია მეორე რაუნდში, მაგრამ ესე ძალიან როგორ უნდა მომწყდარიყო ხო იმასთან გეიჯისთან დაკავშირებით რა და ხო და იმ სპორტულ ხარეს მაგიტო ვამოფი ხა იმ დოზით ვეხები რა, რომ ანუ ზოგი შეცდომებზე საუბრობს, ეს შეცდომა არ იყო, ანუ ილია თვითონაც ძალიან აუტსაიდერად მიიჩნევდა გეიჯისთან, პიმბლეთან ბრძოლა ვინც ნახა, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ უпроსტად დავეთანხმოთ ილიას იმაში, რომ მართლა მთვრალი ტიპები ვიჩხუბობდნენ რა, ანუ ძალიან დაბალი ხარისხის ჩხუბი აჩვენა იმან გეიჯიმ იმასთან რა ქვია, პიმბლეთან. ხო და აქედან გამომდინარე ილიამ აღარ ძალიან ისეთი პრაგმატული გეიმ პლანით აღარ გავიდა რა იმასთან რა ქვია გეიჯისთან რა და გადაწყვიტა ეგრევე როგორც შეეცადა რა ეხა იმ დანაპირების ასრულებას, რასაც მანამდე პრეს კონფერენციებზე და იმებზე ინტერვიუებში მოკლედ ინტერვიუებზე იძლეოდა რა ვერსიას რომ პირველ მეორე რაუნდში დააგდებდა რა. ხო და მაგის შესრულებას ცდილობდა და ამის მიზეზიც ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან არატექნიკური ის არის და ეგონა რომ ეს გეიჯი რა და ეგონა რომ ადვილად დაანოკაუტებდა რა. ანუ მეც ესე მგონი დაანოკაუტებდა კიდევაც და უდოპინგო გეიჯის ალბათ რა ვიცი მაგ მეორე რაუნდის მერე საერთოდ არ ექნებოდა ალბათ გასulis თავი. ალბათ მანდ მორჩებოდა რა მოკლედ რა. ხო და ერთადერთი ცოტა ის მაიჭებს რატო ზევიდან იმ ჰამერჰენდია თუ რას ეძახიან რატო არ ჩააჩაკუჩა მოკლედ რა ერთი ეგ ყველას უყვირს მაგას ბევრი ხმარტო მე კი არა ბევრი ისეთი მებრძოლი გამოთქოს მაგას დაკავშირებით გაკვირვებას რომ მეორე რაუნდში შეეძლო დასრულება და რატო არ დაასრულა. ხო და მოკლედ ეს ყველა ფაქტორი რომ შევაჯამოთ ილიას დამარცხება იმდენად დიდი სენსაცია იყო რომ
აბსოლუტურად გულანთებულ ქართულ გულშემატკივრებს უბრალოდ იმის გამო კი არა რომ აი გულანთებული იმედგაცრუებული და კი არ ვუმართლებ არაფერი გასამართლებელი არავის არ გჭირთ ეს არის ლოგიკური ეჭვი და უფრო მეტიც რა აი ძალიან რა ვიცი ხა დარწმუნებული მაინც ისეთი ცოტა თავქარიანი ნათქვამია რა აი დარწმუნებულია რომ ესე იყო რაზეც არის ზუსტად ხო ვერ გეცოდინება მაგრამ ეს სხვანაირად ვერ აიხსნება რა ესე მგონია რომ 100-დან 100 ბრძოლაში ილია რა ქვია გეიჯის გაანადგურებს რა ცოტა ოდნავ მეტად პრაგმატული რო იყოს და ეს პირველ მეორე რაუნდებში რო არ მოინდომოს მაგის მოკლა ჩვეულებრივად 100-დან 100 ბრძოლას მოუგებს გეიჯის რა იმდენად მაღლა დგას კლასით გეიჯიზა და ეხა კიდე თვალიშვილის იმას რაც შეეხება ეგ კიდე ცალკე სკანდალები იყო რა ეხა თვალიშვილზე არ ეწყინოს თვალიშვილს გულშემატკივრობდა მეწყინა მაგის ყველა ქართველს გვეწყინა მაგის დამარცხება მაგრამ კი მაგაზეც ჰქონდა დოპინგის ეჭვები რა ქვია იანზე მაგრამ მოდი ეხა სიმართლე ვთქვათ რა ეხა ერთ რამეს გავუსვათ ხაზი რა კლასით მერაბი ხო ბუნებრივი კარდიოტი ხა სულ არ ჭირდება დოპინგი ბუნებრივი კარდიოტი ეგ იყო მაგის თავარი ფიშკა რა ყველა ბრძოლის ექსპერტი და ის მაგას აღნიშნავს რა არც კონტროლი არ აქვს რახან ესე თვითონაც დაუკრეფავში გადავიდა და რახან თვითონაც ლანძღებზე გადავიდა მოდი ცოტა სიმართლე ვთქვათ რა არ არის მერაბი სანახაობრივი მებრძოლი მაგისთან მებრძოლებს ხსნის ვაფშე დანა ორგანიზაციიდან აი წაუგებელი ტიპები გაყარათ ეგანაც ვამბობდი რა საერთოდ გაუქვა კონტრაქტი რა ნახლები არ გაუფორმა ვისაც დაუმთავრდა ვაფშე წაუგებელი ტიპები რა და ხო და ანუ რა ის თქვა მინდა რომ მერაბს იანთან დამარცხების შემდეგ კი ანუ ვეწყინა რომ ის რეკორდი ვერ მოხსნა რომ დამარცხა საერთოდ ესეთ პრინციპულ მეტოქეს და რა თქმა უნდა ძალიან გვეწყინა მაგრამ ის შეგრძნება არ ქონია ჩვენ რა ვაღიაროთ რა რომელიც დაგვეუფლა ილიას იანთან დამარცხებით ანუ ტიპი 10 თავით მაღლა იდგა იმაზე გეიჯიზე და მაგასთან წააგო რა და მერაბი არ იყო ვაფშე კლასით საერთოდ არ არის ამ იანთან შედარებით ეხლა დოპინგი ქონდა თუ არ ქონდა იანს ხო ყველაფერში აჯობა იანმა მიწაზეც რა ვიცი ყველაფერში აბსოლუტურად სტრაიკინგში ისედაც ჯობდა კი არა და ერთ-ერთი საუკეთესო თოფურიას ამბობს მაგას რომ იანი ერთ-ერთი საუკეთესოა იმაში რა ხელებით რა ნუ სტრაიკინგი ხო ფეხებითაც პრინციპში რა ფეხსაც მაგრად იქნებს მაგრამ ერთ-ერთი UFC-ში ერთ-ერთი უმაგრესია იანი რა ანუ ახლა სპორტული კუთხით რო შევხედოთ მასია ხო და ეგანს და მე მერაბთან არ დამეუფლა რომ აი ესა რა ქვია იანმა მაინდა-მაინც დოპინგით მოუგო რა ან რაღაც კლასი პირველ მეორე რაუნდშივე დაბომბა მაგრად რა და წააგო რა ხო ეხა იქ ცუდი კემპის brali იყო ცუდი გეიმპლანის brali იყო თუ რა ქვია მეოთხე წონის კლების brali-ს იყო რა თქმა უნდა მაგრამ კლასი დააჯობა ეხა კარგად რომ კაი კემპი რო ქონდა მერაბს ხანგრძლივი მაგალითად და შესვენებას ხანგრძლივი რო ქონდა ნახევარწლიანი წყვეტა იანთან ეხა ბოლო ჩხუბამდე სტრაიკინგში მაინც დაბომბავდა იანი იმიტომ რომ მანამდეც მაღლა იდგა მერაბზე და მაღლა იდგა მერაბზე და ეხა ხო საერთოდ დაჩაგრა რა და არ ვიცი ალბათ ესე თუ იჩხუბა ყველასთან იანმა კაი ხანი გადომინირდება მაგ იმაში რა მაგ დივიზიონში რა ხო და აქედან გავდერ რა საიდან რა ლეგიტიმაცია აქვს იმისა რომ გამოდის და იქ UFC-ს შაუბნელ იმეებს ეხა იქ UFC დანამდა ტრამპმა ეხა რა დაგეგმეს მერაბმა საიდან იცის ან ვინ კითხავს მერაბს ან რა მნიშვნელობის ტიპია ამერიკაში ან ვაფშე საერთოდ მერაბს კი არა შეიძლება ტრამპის უახლოესი გარემოცვიდან არ ცოდნოდათ ეხა დანა და ტრამპი რას დაგეგმავდნენ მაგ იმასთან რა ერთი იმ დოპინგის იმას არ ვიცი მოკლედ რა როგორ ხდება მაგათთან მოგვარება და ის არ ვიცი რა დონეზე შეიძლება მაგის მოგვარება დოპინგის ან იქ რაღაცა კორუფციული ამბებით თუ რაღაცა ისეთი ზეახალი რაღაცა პრეპარატებით რომელიც არ ჩანს ამ ტესტებში რა ან კიდე რაღაცა სხვა რა მეთოდები გამოიყენეს არ ვიცით რა ხა ამერიკის შესაძლებლობები უზარმაზარია მოტივიც უზარმაზარი იყო საიმისო მაგაზე გესაუბრეთ რომ იმას რომ მოეგო რა ქვია გეიჯის ილიასთან მაგის უზარმაზარი ნება და სურვილი არსებობდა და პლუს ამას დაემთხვა კიდე ეს განიდების მანიის ქონე ტრამპი და იმაზე აღარაფერს ვამბობ რა ეხა მაგალითად
ეს ბუკმეკერების თემაც ხშირად ტრიალებს ხოლმე, როდესაც რაიმე ისე დიდი სენსაცია მოხდება რა და აი მაგალითად ახლა ბუკმეკერების თემა უფრო მგონია ჰამზატის შემთხვევაში. იმიტომ რომ ტიპი არ მალავს, ყველა ინტერვიუში აბსოლუტურად გამოდის და ამბობს რომ ყველა ინტერვიუში ტიპი აი მოურიდებლად ამბობს რომ ჩემთვის არის მთავარი ფული. კამარის ფეხებზე მკიდიაო, მემკვიდრეობას და ყველაფერი თუ ჩემთვის მთავარი არის ფულიო. და ეხლა ჰამზატი რო იმასთან ჩხუბობდა ხო, მთელ სოფლიოს ქონა დარწმუნებული ვარ იმაზე დადებული ჰამზატზე რა და ამ დროს ძალიან დიდი მოტივაცია იქნება ხოლმე, უბრალოდ ძალიან დიდი ნება მოდის იმებიდან ბუკმეკერების მხრიდან, რომ ფავორიტმა არ გაიმარჯვოს, როდესაც ესე იწვირთება ფავორიტის ისა ფსონი. ხო, არ ვიცი, მანდაც ვერ იტყვი ვერაფერს, მაგრამ თუ გაყიდვაზეა საქმე, გაყიდვით უფრო ჰამზატ, ეხლა გაყიდვის ვერსია ვისაც გაქვთ, არც ვერც იმათ კი შეურაცხყოფელია, მაგრამ ვერც იმათ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ეგეც ჩვეულებრივი ქართული პატრიოტები არიან, ქართული სპორტის გულშემატკივრები არიან და იმდენად შოკი დაემართათ მაგეებსაც, რომ ან ყველანაირ ვერსიაზე დაიწყეს ფიქრი რა, განაწყენებულებმა რა, თორე მე პირადად არ ვემხროვი მაგ ვერსიას რა, იმიტომ რომ ილია არ არის ჰამზატი, ილია მემკვიდრეობას დიდ ყურადღებას აქცევს, ილიას უნდა რომ ამ სპორტში იყოს მთავარი ვარსკვლავი და მაგისკენ მიიწევს რა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოთ, რომ გახდეს მთავარი ვარსკვლავი. კიდე აქვს მაგის შანსი რა. არის კიდევაც უკვე ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, მაგრამ ის საერთოდ ილიას ჰქონდა შანსი და ალბათ ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ აბსოლუტურად MMA-ში ყველა სახელ და გვარზე მაღლა დადგეს, ანუ აი ყველა სახელ და გვარზე, ყველა კუთხით, ოღონდ მარტო სპორტული კუთხით არა, საერთოდ ყველა კუთხით რა. ერთადერთი რასშიც ვერ დადგება, კონორზე მაღლა ვერ დადგება, იმითი რომ აი საიდან სადამდე აღტუნა ორგანიზაცია, თვითონ ორგანიზაცია. ერთადერთი მაგ მაჩვენებელში ვერ აჯობებს კონორს. დანარჩენი ყველა კუთხით შანსი აქვს. შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ შანსი აქვს, რომ აბსოლუტურად ყველა სახელზე და გვარზე MMA-ში, ყველა სახელზე და გვარზე მაღლა დადგეს რა. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები მერაბს რა და იბოლოს ვიტყვი რა, რომ არანაირი უფლება არ აქვს და არანაირი ლეგიტიმაცია საერთოდ რაში ეხა მერაბმა შეიძლება იქ რაღაცა გრეპლინგის ელემენტები, ჭიდაობა, უშუალოდ სპორტის მხარე იცოდეს ჩვენზე უკეთ და ჩემზე უკეთ, მაგრამ იქ ეხა დანა და ის რას მოითათპირებენ და რას გააკეთებენ, ხო? ეგ არ არის მერაბის ხაზისა, რა ქვია, ხაზგასმით სათქმელი რა. რა უფლება აქვს ეხა რომ იქ რაღაც ვერსიებს ან დამსინავად რო საუბრობს ამ ვერსიებზე, ან კიდე რამეს რო გამორიცხავს. აი რა უფლება აქვს ან მერაბს ან ნებისმიერ სხვა სპორტში ჩახილულ ადამიანს რა იციან ეხა იქ რამ იმასაკნეს მოილაპარაკეს დანამ და ტრამპმა. ან სპორტული მიმოხილველები საიდან იცით რა იცით რა გააკეთეს ხო? ჩვენ ხო რაღაც ერთ კონკრეტულ ვერსიას არ გახხოვთ თავს ხო? ჩვენ საუბრობთ რისი უფრო მაღალი ალბათობაა რა. ხო და თქვენს მაგჭრულში ისაუბრეთ, არგუმენტებით ისაუბრეთ რა. არც იმდენი ცოდნა გაქვთ, კიდევ ერთხელ ვიძახია ჩემი აზრით ეხლა რაც გისმენთ ამ დღეებში, რომ ვინმეზე საერთოდ დამცინავად ისაუბროთ და ეხლა მით უმეტეს დამცინავად კი საერთოდ სწორ ვერსიასთან არ ხართ ახლოს და რომ სიყოთ თქვენს სწორ ვერსიაზე და ჩვენ არ სწორ ვერსიაზე, რა უფლებით შეგიძლიათ რომ ვინმეს დასცინოთ, ხო? როცა ადამიანი მარტო სპორტული კუთხით და ან ვერსიებზე როცა საუბრობს ადამიანი, რა უფლება გაქვთ მაგათ დამცინავად ესაუბროთ რა. მით უმეტეს იმის ფონზე, როცა თქვენც არ რა ქვია ასხივებთ რა ასეთ ინტელექტს რა და რბილად რო ვთქვათ რა და მერათან დაკავშირებითაც მოკლედ ეხა აღარ შევყვები რა მოკლედ რა. არანაირი უფლება არ აქვს იქ რაღაცა იმოძღროს იქიდა რა. არის ჩვეულებრივი რა ქვია მაღალი კარდიო აქვს. კი, თავის საქმეში პირველი გახდა, იდომინირა, ყველა აღიარებული მაღალი დონის სპორტსმენია, მაგრამ ინტელექტუალური და რა ქვია იმაში სპორტსმენი ეგ არ არის რა. ანუ ამ სპორტის სახეობაში, ინტელექტუალურ სპორტის სახეობაში არ გამხდარა ჩემპიონი და აქედან გამომდინარე არანაირი რომც ყოფილიყო მასე მაინც არ ექნებოდა იმის უფლება, რებსაც
როგორი ტონალობით საუბრობს იქიდან, მაგრამ მით უმეტეს ახლა ამ პირობებში საერთოდ არ აქვს უფლება, რომ იქ რაღაცა ამ ეს რა ქვია ამოვლენის ესე ხაზგასმით რომ ესე ანუ ხო რა გეიჯი მოუგო ილიასო რა მოხდაო აი ზუსტადაც რომ შენ მოგიგო იანმა და გეიჯის არ ვერ მოუგო ილიამ აი მაგის მაღაზია ეხა ამხელა პროტესტი და ამხელა ის როა ხალხს თორე შენზე არ ყოფილა შეიძლება ეგეც გწყინდეს შენ რომ შენზე არ იყო მაგხელა ტალღა და ისა ტრაურის და ილიაზე ამხელა ხო იმიტომ ლოგიკურია ილია იმდენად ჯობდა გეიჯის რომ ვერ სხვას ვერაფერს ვერ უშვებთ გარდა იმ ვერსიებისა რაც არის და შენზე მე მაგალითად დაუშვი აი ეს არ გეწყინოს რა მე დაუშვი რომ იან შეიძლება მოეგო შენთვის აი ეს არის და ეს და იგივენაირად ბევრმა დაუშვა ის რომ იან შეიძლება მოეგო შენთვის დოპინგის გარეშეც აი ეს იყო და ეს არ ვიცი მოკლედ რა ახლა წრეზე ვტრიალებ უკვე ვატყობ რა და დავასრულე საუბარი ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ რომ ბევრჯერ ითქვა ახლა რა რომ ახლა ილია უფრო გახდება ალბათ უფრო პრაგმატული მებრძოლი აღარ ვთხოვთ ჩვენ მაგან უკვე ეს ვარსკვლავებისკენ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ აღარ ჭირდება ეს ბრუტალური ნოკაუტები და კი მაგას ისეთი სტილი აქვს რომ ისედაც თანმდევი იქნება მაგის ბრძოლის სტილში ისედაც თანმდევი იქნება მაგისი რომ ხანახან შემოენოკაუტება ძალიან ბევრი მებრძოლი მაგრამ უფრო პრაგმატულ სტილზე გადავლენ ახლა დაждდებიან ითათფირებენ უამრავი დრო აქვთ ამისი არაფერი არ ჭირთ მაგათ ჩვენ დასარიგებელი უბრალოდ ხო ნუ თვითონაც ალბათ კიდევ ერთხელ დაინახა რამ ხელაზე განიცადა საერთოდ საქართველოს და ესპანეთმას ალბათ რომ ეს რა ქვია ილია დამარცხდა და ვისაც გაგიჭირდათ ახლა იმის აღქმა თუ რამ ხელა მნიშვნელობის ივენთი იყო ეს ამერიკისთვის უბრალოდ ადექით და ის გახსნის ცერემონიალი ჩაართეთ და იქ ავიამზიდებზე და ყველა იმით რომ რა ქვია მთელი მოკლედ რა მთელი ამბავი იყო რა აი ირანთან ომი რო დაიწყო მაშინ არ იყო ეს სმირნაზე მთელი ჯარი და ის როგორც ახლა ამ ივენთზე რა და ახლა თქვენ აქედან მე მარტო გახსნით იმიჯელეთ აი გახსნა შეხედეთ და მიხვდებით რამხელა მნიშვნელობის ივენთი იყო და მე იქ მესაუბრეთ და ოპ როგორი კადრებდა ახლა იქ ტრამპი და ის რაღაცა იქ მაიმუნობას რა ება არა შანსი არაა პროსტა ახლა იქ ტრამპი ისეთი პატიოსანი კაცია რომ რას ამბობთ არ იკადრებდა იქ არაფერს რა მოკლედ ყველაფერი გვაქვს საიმისო თან ტრამპის ყველაზე ბინზური ტიპაჟია განდების მანით და ასევეა დანაც რა ყველანაირად წვანაში ხედავს ყველაფერს რა და მოკლედ რა ყველა მიზეზია სამაგისოთ რა რომ ხალხმა ეს იფიქრა და ძალიან ადეკვატურადაც იფიქრა რა რომ ეს ბრძოლა იყო არ ვიცი რა არ იყო მოკლედ ბრძოლა რა ეს იყო როგორ გითხრათ რა ყველაფერი ბრძოლის გარდა რა ყველაფერი ალბათ ყველა ბინზური მეთოდი გამოიყენეს რაც კი შეიძლებოდა და რაც კი პირდაპირ ეკრანზე ესე მკვეთრად არ გამოჩნდებოდა რა არ ვიცი დავასრულე მოკლედ და წარმატებები ჩვენ მეის მებრძოლებს ნელ-ნელა ახლა აწი და აწი უკვე წამოვლენ 77-მეშიც წამოვიდა კიდევ ერთი ძალიან ვარსკვლავური გამარჯვებით შემოანგრია UFC-ს კარი და ამ ილია და რა ქვია თვალიშვილსაც ძალიან უზარმაზარი წვლილი აქვს ქართული სპორტის განვითარებაში ან MMA-ის განვითარებაში საქართველოში და აწი ახლა ესე რომ არაფრინდან ორი მაგარი ჩემპიონი ყავდა ეს ორი კაშკაშა ჩემპიონი წარმოიდგინეთ ახლა ამათ რამდენი ახალგაზრდა უყურებს და რამდენი შევარდება ახლა იმაში რა სპორტ დარბაზებში და რამდენი დაიწყებს ერთ წელიწადში ეს ორგანიზაცია თუ რამე სხვა ორგანიზაცია კიდე თუ იარსებებს წარმოიდგინეთ რამ ხელა ის წამოვა ნაკადი მებრძოლების რა და ამ სპორტში კი გვექნება წარმატება დარწმუნებული ვარ აბა წარმატებები ყველას როგორც სპორტსმენებს ასევე არასპორტსმენებს და კარგად იყავით